და რაღა დამჩენია თუ არა ის რომ წარმადგინო ჩვენი არაჩვეულებრივი სტუმრები პირველი სეზონის პირველი სტუმრები კეთილი იყოს მათი ფეხი ამ წელს ჩვენ სტუდიაში და რა თქმა უნდა არაჩვეულებრივ ადამიანებთან ერთად ისინი არიან არაჩვეულებრივი მსახიობები მედიკო ახალაძე და როლანდ ოქრობირიძე ჩვენი სტუმრები მივესალმოთ ესე იგი არ ვიცი რა დამშვენეთ ჩვენი სტუდია კეთილი იყოს ჩვენი ფეხი თქვენთან ანუ მედიკო შენ გეძღვნებოდა ეს ფრაზა თორე ჩვენ სამი ეხა შენივრად გამოიყურებით მინდა გითხრათ ახალი წლების თქვენც ასევე ჩემი შენ გითხარიო ბატონო ახალი აკეთიგის რაღაც პინგ-პონგი იყო აქ შემთხვევა რატო დავაბატეთ ორი წამყვანი იმიტომ რომ ერთხელ სტუმარ ჩამოეძინა და რო იყოს სულ ისრის ვარჯიში რო იყოს რა ძირითადად ისრის ძალღვები რა ესე იგი როგორ არის იცი საქმე რო ჩვენმა ტელემაყურებელმა პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ ჩემო ძვირფასებო შესაძლებელი გავაკეთოთ უკვე იცის ჩვენი არაჩვეულებრივი მედიკო ნანულა იგივე მიხოდა მაროში ახალი პერსონაჟი ჩვენი მეგობრის კოლას მეუღლე რომელიც სულ ახლა ხანს შევიდა სერიალში და ძალიან ნაყოფიერად მინდა გითხრათ და მადლობა მედიკოს ამისთვის და ჩემო ძვირფასებო მე მინდა ახლა კიდევ ერთი სიურპრიზი გითხრათ რომ როგორც იქნა დავითანხმეთ ამოსვლაზე დაგვეთანხმეთ თვითონ გოგიგეგეჭკო იუმორი ნაშირა იყო ხო დაპლატატამ გავლა მინდა აგრიალდეს თქვენი ტაჩი დიდ საკონცერტო დარბაზში კი ბატონო და როგორც მიხვდით ჩვენი სერიალის ახალი გმირი სულ რამოდენიმე დღეში გახდება და იხილავს ჩვენი ძვირფასი ტელემაყურებელი და განსაკუთრებული მაყურებელი ამ სერიალის რომელიც უხვად ყავს და მადლობა მათ ამისთვის და ამ ორის მოწვევა ხა რატო რო ავხსნა იმიტომ რომ გავართ ერთმა ნანულას გმირად იქნება ნანულას ძმას ითამაშებს მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი როლანდ ოქრობირიძე მაგრამ ჩემო როლანდ ძალიან ასე თქვა დილემის წინაშე დავდებ. რატო და ეხლა ესე ჩამოყალიბებულად არ არის რომ აინდა-მაინც რომელიმე კონკრეტულ კახეთში ხდება მოქმედება. ზოგადია. მოგეხსენება შენი ხა კახელი კაცი ხარ და 7 რაიონს მოიცავს ეს ბარაქიანი მხარე და აი არ ვიცით შენი პერსონაჟის შესახებ რანაირი რომ მითხრა როგორი კახელი როგორი აი სულ ფიქრობთ და საერთოდ წერ პროფესიაში ხო ეგ არის როგორი კაცო როგორი რატო რო შემოვდივარ რატო რას ვაკეთებ რატო მაგრამ როგორ ვაკეთებ ხო აი ესა ხო ამასთან დაკავშირებით მე ცოტა ვიფიქრე და რაღაც ჩემი ვერსიები მოვიტანე ვიფანტაზიოროთ ახლა მსახიობები ხო ვართ არა აქვე რეპეტიცია პირველი რეპეტიცია ნამეცადინები მოვედი ესე შეგენაცადე აფიქრი მოვიდაო მაგითო გიზდები გურჯანელი აბა ჩვენ ისე ფიქრობ და ეგრე გვაგინებენ აბა გაზრებულად ხო და რაღაცა ფანტაზიორობა ჩართოთ ხო ხდები შეიძლება სუსტად ავაცდინოთ ეს როგორი შეიძლება იყოს ეს გმირი არ ვიცი ხო ანუ ეხლა როლანდი რას აკეთებს იცი რასაც კულისებში ჩვენ ვაკეთებთ ხო პირველ რეპეტიციაზე რასაც ვაკეთებთ სამაგიდო რეპეტიციაზე რომ დავჯდეთ ხო ანუ რომელი მოერგება სიტუაცია შეიძლება სულაც არ იყოს ეგეთი შეიძლება იყოს მაგრამ რა მოხდა მაყურებელს ვანახოთ როგორ ხდება პირველი რეპეტიცია არ მომწონს ხო, არა კარგია, ახლა ვერსია პირველია, ჯერ იმას ვიტყვი, არასდროს არ ვითამაშია კახელი კაცი და ძალიან საინტერესოა, ხარ გეძლევა თეატრში ყოველთვის სამი საშუალება, რომ ესე ითამაშოთ. კი ბატონო. რადგან ესეთი შოუ და ფორმატია და ესეთი სერიალია, რატომაც არა. რო აკვირდები ხამ სერიალს, აქ ძირითადად აღმოსავლეთის ხალხია მაინც მეც უფრო გათვლილი, იმიტომ რომ თუნდაც რაღაცა კახური ამბები რომ მომიყოლია, ხო? დასავლეთის ხალხში ცოტა ყურში ხდებათ, უჭრით ყურს, ცოტა მძიმეა, ჩვენი ნათქვამით, ის არ ეგრე არ არის რა. კი ბატონო. ხო.
ხო და გინჯი გინება უფრო ძნელი ასაქმელია ვიდრე იმერელი სწრაფად გაგიტარებს ერთგე იგებ როდის გაგინა არა და სულ გაგინა ხოთა შორის მე ისე ჩამოყალიბებულად ვიგინები გერ ჩემთვის კაც არ უთქვამს ვერ გავიგე კი ბატონო დაწვრილებით გინება აი ნაბიჯ რომ მიყვები ხო არ ვიცი ისა არის ეგეთ პროტოტიპები არიან რა ჩემ ცხოვრებაში რომელიც სულ მინდა რომ სადღაც გამოვიყენო რა მაგალითად არ შეიძლება რომ ეს გმირი მაგალითად ენას უჩლიქავდეს აი ხო შეიძლება რა იყო ეგეთი კარგი კაცი კახეთში და ყველა იცნობს ვარდო ერქვა ჯერ ერთი აკაც და ახალი ცხულკე რაღაც და დაბალი კაცი იყო რა ტანმორჩილი კაცი იყო მაგრამ ენას უკიდებდა და რაღაცა ესე ლაპარაკობდა დერეცა და დოყარა შენი ყველაფერი მაგეთი გინდა რატომღაც ესეთი ხო შეიძლება ამ გმირს კონდეს რაღაცა იცი როგორი მომენტი აი აჩემებული სიტყვები მაგალითად მოფერების დროსაც და ლანძღვის დროსაც რო იყენებენ კუო რო და კუო დაუჭათ ხო შეიძლება ხო კი როგორ ხო შეიძლება რო თრება და აჩემებული ერთ-იგივე ლექს რო იძახიან ხოლმე აი მაგალითად აი რაღაცა არ ვიცი რა შეიძლება კაი ლექსი იყოს მაგალითად ეს ვარდო იყო ეს პერსონაჟი მინდა რომ რაღაცა დაირად გამოვდის რა ენას უკიდებს და სვესა ლაპარაკობს და რაღაცა ესე თან ბრაზიანია თან ისეთია თან რაღაცა უყვარს თან ძლიერია მე პატარა იყო და მუშტი მაქვს როგორც როკი მარჩიანო თუ დაგარტყიო მე რომ მიყურე პატარა ვარო მუშტი მაქვს რომ პატარა რო იყო ის როკი ერთხელ გავაბრაზეს და იცი რა ქვია თქვენ ბიჭო კოკა არ გეგონოთ ყანდიაშვილი ვარდო ვარ ჩაშიაშვილი კოკა არ გეგონოთ ყანდიაშვილი ვარდო ვარ ეგეთი პერსონაჟია რა კიდე რა შეიძლება რომ ან მე ძნელია რომ ვცდილობ რომ კაცზე ბევრი ამბებია ზოგადად რა ხო ბევრი ამბებია და რაღაცა ენას რო უკიდებდა შეიძლება ეს კაცი არ ვიცი კიდე აი მაგალითად ერთხელ აი ამ კაცის ამბები მახსენდება რა სულ მაგალითად ერთხელ მოვიდა ბიჭზე და იძახის რომ ღორის თავი ნახეო ღორის თავიო ბაზრის თავში კიდია აი იგეთი ლამაზია კარგი რა twini მაგრამ როგორი ლამაზიაო როგორც ნატავაჩნაძე აი ძალიან პერსონაჟი მე შემიძლია რომ ბევრი ამბები მოვყვე ამასთან დაკავშირებით ხა ცოტა ძალიან უცნაური კაცი ყოფილი. ო ერთსაც მოვყვები რა ეხა ამ ტიპის შევეცდები რომ დაგანახოთ ეს პერსონაჟი. მოკლედ ცოლის სათხოვნელად წავიდა გურიაში რა და ანუ მივიდნენ სტუდიციანი სუფრა გაშლილია და გოგო არ ჩანს თო კაკაი კაცები კი არიან მოხუც ქალები დადიან სუფრასთან და ეს ვარდო კაკრა ხელი რა გვერდზე ვინც მიიყვანა რომ ქალი სად არის ქალი სად არის კი გითხა და ეხა იქაც ქალს აგვიანდება თუ არ მოდის და ის გოგო თურმე მან ხო ტუალეტები ქონიათ ეს ეზოს ტუალეტები აი მეორე გაღმა ფერძი აქვს სადღაც და ედა გადგა ჩუმად იქით და იქით ეძახის ბარდო დამა ვინ ვარდო რა ვარდო და გაირკვა რომ იმ ქალსაც ვარდო ქვია ამა ხელი წაკრა მიმყვანს რა და ადე წავიდეთ აქედან რატო იმან თქვა არაო იმალე ვარდო არა ისა მე ჩემი სახელი არ მეყოფო ვარდო ეხა მამა ჩემა როგორ გვეძახო სახში ულაყი ვარდო და ფაშატი ვარდო ადე წავიდეთ აქედან არ დგალი მინდა აი კაი პერსონაჟია ერთი პერსონაჟი არის კიდე ეგეთ პერსონაჟი შენ არ მაიწყინო ახალია და მე შეთანაც გადმოვად. მეორე რო თამაშობთ, კაცო, ამლა მოიწყი. შენ ხო თამაშობ, სახიო მომაყოთ. შორის ძალიან განსხვავებული დედმამიშვილები არიან რა. ერთი ბევრს ლაპარაკობს, მეორე ნაკლებს შედარ. მაგრამ იქ მწარია ეს ხათრიანია თორე. ისე გადაეკრა. არა, მე ხო როლიკო ვარ, კაცო და მე პერსონს უყურებთ ერევი ხოლმე იმას. გონიათ რომ მე ეგეთი ვარ. მე სინამდვილეში გონიათ რომ რაღაცას ან ხუმრობ, რაღაცას რო ხუმრობ, მე სულ ეგრე ვხუმრობ. არ ხუმრობ ეგრე. ხო. უბრალოდ ეს არის რაღაცა ეგეთი ერთი ხარე კუთხის იმორი რომელიც მიყვარს, ზოგს არ უყვარს. იბა მაიტარამე მოგვიყევის თემა. მაიტარამე მოგვიყევის, თუ მაიტარამე რა უნდა მოგიყვე რა. ახალი გითხარი, ახალი, რა გითხრათ, ახალი ძახალი მე. რა უნდა უთხრა? რა უნდა უთხრა? ახალი, რა ახალი, არ შემეშვიდა. არ ვიცი რა, არ შემეშვი. აი, მეორე
მეორე ვერსია ძალიან მიყვარს ეგეთი კაცები ერთხელ შედეთ ანეკდოტებშიც არის ხოლმე ეგ პერსონაჟი რა ძიმე კახელები ვარიან და აი სურო იღრინები ხორცჭამია ხორცჭამია კაცები დადის და სულ ვაკეთებს რაღაცა ხორცი რაღაცას რო ქშინავს სურო იღრინება აი ყურები რო აქ ჩამჯდარი აი მოყებში მოუზის ყურები აი რაღაცა ეგეთი კაცები ხო არიან ჩამჯდარი აი მაგალითად ერთი კაცი გამახსენდა რომ სკოლაში მოკლედ ჩხუბი მოგვივიდა ბავშვებს რა და ერთი ბავშვი გაილახა და წავიდა ეს ბავშვი და მამა მოიყვანა რა და მამა არის ეგ კაცი ზუსტად ეგ მოვიდა და ჩემ ძმაკაცს მეუბნება ვაიმე არ დამტოვო მამა სულია ხელი და მოყვება ნელა მოდის მამა და მოვიდა და ვინ იყვნენ და ზედმეც რა მოძრაობენ ეგ კაცები და მოდი აქავა ნელა თითებით რო აკეთე მოდით აქავა სხვილი თითებით მოდი აქავა მივედი და რათა ეცემეთო ამაზე კითხა რათა ეცემეთო და ბავშვები ვარ და ჩემი მეგობარი მოხერხებულია დაიწყო ეგრევე რომ იცი რაო შოთაძიაო მაგანო ჯერო იქ რო ვიდაგიდო ბურთი გადაგვიგდო ბურთიო მე რო სხვა გზა არ აქვს ჩვენ თქვენ მოიტანეო არ მოვიტანო რატო არ მოვიტანო წადი თქვენიო შეგვაგინაო რა უნდა მექნა მე ვთხარი ბიჭო ნუ იგინებიო ხელი ვკარიო რა ხელი კარიო ზმოვიდა აი ხელი ვკრაო თვითონაც და მაგრამ თუ მე რო სხვა გზა აღარ აქვს შეგვაგინა კიდეო და იმიტომ ავცემეთო და აი ესე უყო იმას პაუზა რათა ეცემეთო მე რო დავსვი კითხვა რათა ეცემეთო ხوای რომ აღარ აქვს და იმან ხელი მკრა რა წავი გავიქცეთ თორე ამა ვერაფერი კითხვას არ აძრავს ადგილიდან რო გეკითხებით რათა ეცემეთო ის ახლიდან დაიდან ყვილა ვილაპარაკე მაგიტოვსემეს ხوای არა ხორცჭამია კაცი ერთხელ მოხვდი კიდე ეგეთ კაცებს ვამოღამებ ხოლმე და მევასეო სუფრასთან მოხვდი და გვერდზე კაცი მიდის დიდი კაცია ეგეთი აი სულ არ აინტერესებს ქორწილია მაჯები რო დაალაგა მაგიდას მაგიდაში დაწნიხა ცოტა რა დააწვა მაგიდას ერთი კი აი სათვალე ქონდა ეგრე გაიხედა გამაიხედა არ აინტერესებს ეს ვინ არის და ხორცები მოძებნდა და ეგრე ხორცები და ჩაუჯდა და მოკლედ აი მე პატარა წვენი ჩამოსდის იქ გაისტორებს ერთი გვერდზე ვეჯექი და ერთი გამომხედა და დაასხიო თითქმის და яшნე ეგრევე დავიჭირე ეს მუღამი სულ ყველა ფეხზე კიდია მარტო ამ კაცს უყურებ რომ ეს კაცია მაგარი და დაუსხი ეგრევე დაუსხი თავი დაიქნია ჭიქაში თითს აყოფდა ესე ყოფდა ჭიქაში და ესე უკრავდა კაროჩე ესე არ ტყავდა რა ჭიქის მიჭახუნების დროს არც უყურებდა რას აღეგზელო არა ესე ხო აი ესე ურტყავდა ჭიქა და თან ექცევა ეს ღვინო ფეხზე კიდია და აი ესე პირდაპირ ისე ვაგძელებს ამ ჭამადდა უყურებდა ბიჭო დავესვარა თითები და უბედური საფეთკები რო არის ხო თითებზე რო გეწერება ეგიდო და აიღო მაგ ჩემ დაჭირა ამას უყურებდა აგორგლავებს აი ხელა გახადა თითებში გახადა აი ამ ხელა და ეხლა ეს თითზე ეწერება და ვერ ისვრის რა ვერ ისვრის და ბოთლებს დადდევს და თავზე უსვავს რო გაცალოს ვერ აძრობს და ნუ კაი დავამოღავე მაგრამ ეცინება ჩემთვის მაგრამ ამას რას ვამჩნევ და მეორე ერთხელ ხომ იცხრა რომ დაასხიო და მეორე და მესამე აღარ მეონება მარტო თითით აჩვენებს ნუ ჩაყარეო და ხოდა ნუ მოკლედ თვითონ რომ კარგად გამოიფესკვა და გასკდა ჭამით და შვილი მოვიდა და რაღაცას ეუნება ფული მომეციოთ რაღაცას და მოკლედ ამ შენდე და უიღრინება რა პასუხია ამისი ხრენა და ერთი გადაათვალიერა ეგრე და დაიძრა ადგომა უნდა და დაიძრა და აი ეგ რომ მივიდა აი ამ ადგილზე აი ეს ჩლიქი აი ეს აი გვერდზე ხვეჭი აი მას ჩამარჭო პირდაპირ აი ხო ჩამარჭო და მე მეთქი და რა ვამეთქი ამ ადგილზეა უკვე და კიდე ცოტა დაიძრა და დაუნაცვლა და ეხა აი მას ჩამარჭო აი ხო ჩამარჭო და გასწორდა გასწორდა და წავიდა აი რა გადაახადა წავიდა ხარია კარგია ჩიკა აი ეს მეყარდა და ბოდიშ თითქოს აი ეს პატარა ჩიკა კარგად გამოდი რაო კარგია
ორივე გადასაღები. შეიძლება განვითარება. საერთო პერსონაჟი შეიძლება რომ ერთი მეორედან ერთმანეთს მოპარო და შეურიოთ. უკვე სცენარისტების ამბავია ეხლა და მე კიდე თამაშია უნდა რა, რასაც თამაში ქვია და გართობა. სამერო ცალ-ცალ გაითამაშოს ასე შეიძლება. ჩემო მედიკო, ნანუ, გენაცვალოს ჩემი თავი. ეხა აქ რა ამბავია? ხო ნახე რომ უკვე ნიკუშამ თავში აღნიშნა რომ განსხვავებული ძმე და ძმა არის ეს. ეხა ნანულას ქოქოლა და უბედურება და კოლას დაშუშვება და ნუ არ ვიცი ატარებს ქარცეცხლში. და ახლა ეს კაციც რომ მივა და სახში ჩასახლდება მაგასთან იქ კოლა წარმომიდგანია უკვე რა დღეში. მე მინდა შენ გითხრა ორი სიტყვით სად მოღვაწეობ, რა შვები ის რასაც აკეთებ რომ კარგად გაართვი თავი ძალიან კარგია და მიხარია რომ ჩვენ გუნდ შემოგუეთ ის შემოსაყარეო კარგი გოგო ხარ წარმატებები შენ მე როგორც მახსოვს ადრეც გქონდა რაღაც შეხება ტელევიზიასთან ამ კახელი ქალის თამაშ გულისხმობ ნუ ანეკდოტებში კი მარო იყო ნანულაზე გადმოვიდა მსახიობია გითხარი ორი სიტყვით შენ შესახებ ვარ მსახიობი მოღვაწეობ თეატრი ივერიონში აჰა უკვე 11 წელია ძალიან მიყვარს ჩემი თეატრი კი ბატონო ძალიან კარგი შენ ახლა ეს გმირთან დაკავშირებით მაინც ყოველთვის როგორ არის გინდა არ გინდა კინო გინდა კიდევ ადრე უფრო ისეთი სიხშირით იღებდნენ და მსახიობებს ეხმარებოდა ასე ვთქვათ პოპულარიზაციაში, მაგრამ დღეს სერიალებით უფრო ბოლო რამდენიმე ათეული წელია სერიალებმა უფრო წარმოაჩინა ჩვენი თაობა ცოტა უკან უფრო შემოვიდა სიხშირით. რა შეიცვალა შეცხოვრებაში? არის გამოხმაურება, ეხა Facebook-ი ისეთი ის არის, რას კითხულობ ხოლმე რა ხდება? მოწონხარ? კი, როგორ ხალხს მე მგონი მოვწონდა. შეიძლება პერსონაჟი არ მოსწონთ, მაგრამ მე მგონი მოვწონდა. ოღონდ შემთხვევაში მე მინდა რომ ასე იყოს. პერსონაჟი ეხა თავისთავად იქ რაღაცა ერთი გადაღება გვაქვს და მოვიდა და ძალიან დამწუხრებული სახით არის. რა იყო მეთქი, რა მოხდა ხომ მშვიდობა გარდა. აუიქო წერენ რომ მააშორეთ ეს ქალი. ვიცით რა, ესეთ კაცს მე მგონი ასეთი ცოლი უნდა ყავდეს ზუსტად. და მაგრამ მე ზუსტად მაგი გითხარი, ჩემო საყვარელო რომ ეგ არის პერსონაჟზე. თორე შეხედე როლანდ ეს გოგო მოსაშორებელია საიდან მე რაც ამობ რა ვინა თქვა მანახეთ ის ზუსტად არა მე ჩემი პერსონაჟი გოგო თვითონ რა თქმა უნდა რა კარგი პერსონაჟია ნამდვილად თან რანაირი ქალია იცი ბავშვობის ისტორიებს ჩხუბის ამბებს ყოფა ძირითადად მოცემა ვიღაცა და ვერიკოს აღარ დაწერო ჩემთან ეკნებოდ საქმე მე ამინდა რო სიო აი ჩვენთან მუშაობა როგორ მოგწონს? ანუ ატმოსფერო როგორია? ძალიან კარგი, არაჩვეულებრივი. აი თავს ვგრძნობ როგორც საკუთარ სახლში. ეს უფრო ახლა აი ყველას ვიცნობ დიდი ხანი. აი როგორი სიტუაცია? თქო გურული ხარ, ხო წარმომავლობ? წარმომავლობით კი, მაგრამ ისე შეხება არ მაქვს. გურიასთან სამწუხაროდ. იქ სახლი ბაბუ არა? არა. მამა ჩემი წამოვიდა ახალგაზრდალი. შენ თბილისელი ყოფილი. ასე უნდა ეთქვა. იქ სახლი ბაბუ არის, სახლი არა, მარტო ბაბუა. მარტო ბაბუა არის ის კაც მარტო ბაბუა. დარჩათ. ბაბუა მარტო სახლი არა. აი რა ცუდი ადამიანია. ვინმე? ბაბუა რო დგას მარტო ქუჩაში იყურება რა. ბაბუა კი ვარ მაგრამ რა ცუდი ადამიანია, ვიდო ვისმე სამეურნეო მექანიზმის სიახლენი პრობლემები. როგორი ესე იგი გამოდის რომ როლანდი უფრო ბევრჯერ არის გურიაში დამყოფი ვიდრე შენ. მე ერთხელ ვარ დამყოფი. ისიც შემთხვევით გასტროლი მქონდა ოზურგეთში და მან ხუთა ბაბუა. ჩადაღაჟილო. ქუჩაში გავარაგე კენოსები მომხედები. მერე მოგეწონა გურია? ძალიან. რატო? ბაბუა განსაკუთრებით. ესე იგი რა მინდა ვთქვა ჩვენ მე ვთვლი რომ პრეცედენტი იმის გარდა რომ წარმატება მინდა გისურვოთ ორივეს
ვიხსენებ და ვერაფრით ვერ გამიხსენებია ამ გადაცემაში ნიკა ბიჭებო რა ვიცი თუ მომეხმარებით გურჯაანელი კი ყოლია ჩვენ მეც ავყოფილა ხო კი მაგრამ ასეთი ის პრეცედენტი რომ შემოვიყვანო თელაველმა კაცმა გურჯაანელი ასე გულღიათ ვიცინო მის ხუმრობებზე მე მგონი რაღაცა მე და შენ ამ სერიალის მეშვეობით ჩემოვატანთ უნდა დიდი შერიგება გავაკეთოთ იმ ლაღი ხუმრობებისა რაც აქამდე მოიტანა ჩვენი უძვირფასესი თელავი და აუცილებელია ნამდვილად აუცილებელია სხვათა შორის რა მინდა პატა იცი როლან სხვათა შორის ძალიან კარგად ღერის ვერ როგორც მახსოვს ხო მეც ვიცი ეს ახარებ ხოლმე რა ვიცი მეგობრებთან ანუ კიდევ ერთი დატვირთვა შეიძლება სიმღერაც საიღიღნოს ხოლმე სერიალში ან ამ კი ბატონო ვითომ ამ პერსონაჟმა გააკეთა ჯაზ ბენდი ყოლა რო უკრავს დანულა რო ღერს შეიძლება მოფიქრე ყველაფერი ყოლა სასულე დანულა დასარტყამ ინსტრუმენტებზე მაინც უფრო ის არის რა ქვია სასულე კარგი დიდი მადლობა სტუმრობისთვის და რა ვიცი ჩემი მხრიდან შერიგება რატომაც არა როცა შერიგება უნდა მოხდეს აბარა და მე შენი ხარ რადგან დამპატიჟე შენ გადაცემაში და ესე თელი ის მომიწყე რა ქვია აქ ბენეფისი როგორ მზივარ რა მე ჩემი მხრიდან შემიძლია რომ მოგეფერო და ერთი პატარა ნაწყვეტი ჩვენი საყვარელ თელავს მიუძღვნათ სიმღერა არ შეიძლება მე გენაცვალე ამას გაჯობია